მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით, გაშლა გვექნება. როგორ არიან ჩვენი მტრები? ღრმა წმენდების მერე. და მერე ვნახავთ თქვენ რა სიტუაცია გაქვთ, ხო? ნახოთ აბა აკეთებენ რამეს კიდე, მიხვდნენ, რა ხდება მათ თავს. მოგესალმებით ყველა ჩემ გამომწერს, გამოიწერეთ ჩემი არხი, მე გახლავართ კიდევ ვიმეორებ ნინია, ჩემი რიტუალები და გაშლები მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის არის. დავიწყეთ. აბა როგორ გრძნობენ თავს მტრები? როგორ გრძნობენ გენაცვალე და გეტყვით ეხლავე. ეშინიათ მარტო რო დარჩნენ, დაპაუზების სიტუაცია დაეწიათ, რასაც არ ელოდებოდნენ და ფიქრობენ რომ იმოქმედა თუ არა გაკეთებული, რაც თქვენზე იყო, ხო არიცი, ან რომ იხსნით, ხო თქვენ ჩემთან. და ეს მხოლოდ ვინც ჩემთან იხსნით. რიტუალებს ვინც უყურებთ. ელოდებიან რომ ესე იგი შემოსავალს ელოდებიან, რომ იზეიმონ, აი ეს აქვთ ჩაფიქრებული, ოჯახისთვის რა თქმა უნდა, დამხმარე ადამიანი ყავთ, შეიძლება აქ ქალები ფიგურირებს, შეიძლება ქალიდან, დედიდან, ან ნათესავიდან მიხვდით, ან საქმიდან გამომდინარე, ბიზნესიდან გამომდინარე, თანხები უნდა შეუვიდეთ ძალიან დიდი სხვათა შორის და ელოდებიან ამ თანხებს, მაგრამ გაუჩერდათ ამ ჯერჯერობით ეს თანხები გაუჩერდათ. არა აქვთ კარგად სიტუაცია, ეხლა მოგახსენებთ. აქ მანიპულაციას აქ ადგილი, გულის უღალატებენ, აი როგორც თქვენ გაგიკეთეს, ხო, რომ მარტო დარჩეთ და გზა ვერ გაიკვლიოთ, ხო, ასევე ექნებათ მათ ეს სიტუაცია, შეუტრიალდათ. საერთოდ ბუმერანგი ესეთი წესია, რომ სხვა რაღაცაზე უბრუნდება, შეიძლება თქვენ ფულზე გაგიკეთეს ნეგატივი, მაგრამ ძვირფასზე, მათზე, ოჯახის წევრზე ან მათზე ძვირფას ადამიანზე დაარტყას, მიხვდით? მაგრამ ამათ პირდაპირ ემოციებზე, ესე იგი, ვისაც გაგიკეთეს და დაგაშორეს, ხო? ეს სიტუაცია ამოდის, ქალი, დედოფალი პენტაკლები, რომელიც, ესე იგი, თავს იჭერდა, რომ თქვენთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და დღემდე ინარჩუნებს, მინდა გითხრათ, მაგრამ ელოდება, როდის, ესე იგი, თქვენ რო ბრწყინავთ და ხალხში გადიხართ, შეიძლება ზოგს სამსახური გაქვთ, რომ ხალხში გაქვთ ურთიერთობა, ეს არა მარტო სიყვარული და ურთიერთობა, არამედ ეს პირდაპირ, ესე იგი, ხალხში გასვლა, ბიზნესი, თანამშრომლობა, სამსახური, მიხვდით? აი ეს რო ბრწყინავთ, აი ეს აღიზიანებთ ძალიან და ელოდებიან, რომ როდის გამოგაგდებენ სამსახურიდან. აქ მინდა ვთქვა, რომ რამოდენიმე პატარა პროცენტი, მაგრამ დაითხოვეს სამსახურიდან აი ამ ნეგატივის გამო, რაც თქვენზე იყო გაკეთებული. გასაგებია. აბა კიდე როგორ არიან მტრები? დაავადდნენ. აქ სხვათა შორის რო ელოდებიან, რომ სამსახურიდან გამოგაგდონ, თვითონ გამოაგდებენ სამსახურიდან და ვერც გაიგებენ, რატო გამოაგდეს, თანამშრომლებთან მოუვათ უსიამოვნება, ოჯახის წევრებთან, დედმამიშვილები დაცხებენ ერთმანეთს სერიოზულად და რატო ფულის გამო, ესე იგი, შეიძლება ან ძმა, ან ბიძაშვილი სისხლით ნათესავებზე მეუნებიან, არის ეხმარებოდათ, ან აღარ ეხმარება, მიხვდით?
მიხვდით? აი ესეთი სიტუაცია ამოვიდა აქ ცოტა აი სიძუნწის ვარიანტია, სიძუნწის. აჰა, გასაგები. ერთმანეთს მოატყუებენ. იცით როგორი ადამიანი შეხვდებათ? თავიან, აი როგორებიც თვითონ არიან, აი ეს მლიქნელები, მატყუარები, მიხვდით და ანუ იგივე ადამიანი ხო, ესე იგი რო ახვედრებს უფალი მტერს, ხო, აჩვენებს ამით, რომ აი როგორი ხარ შენ, აი ესეთი ხარ შენ, მიხვდი? და ეხა შენ გაიგე როგორია ეს ჯადოების გაკეთება ნეგატივების მობმა ისეთ ადამიანებზე, აი მაგალითად თქვენზე, რომ არ იმსახურებთ. აქ ან ოპერაციას გაიკეთებს ვიღაცა თქვენი მტერი და ზოგი მიხვდა რომ რატოა ესეთ სიტუაციაში რომ მიხვდა იცით თავში ჩაუკაკუნეს ამ სიტუაციაში რომ ესე იგი უნდა გაჩერდნენ ბრძოლა არ შეიძლება საკმარისია იქ ბოდიში და გაყვეს თავი სადაც საჭირო არ იყო აქ აი დახმარებასაც ელოდებიან მაგრამ ნურას უკაცრავად ეს დახმარება აი ეშმაკზე გადადის ანუ აი რაც თქვი რაც დათესეს ის მოიმკეს მიხვდით აქ ექიმია ოპერაციაა შეიძლება თქვენ ვერ გაიგოთ მტერი როგორ ისჯება მაგრამ ამაზე გული არ დაგწყდეთ ჩემო მეგობრებო გოგოებო ბიჭებო აქ იყო სექსუალური მიბმა ანუ შავი პრივაროტი აქ იყო და ეხლა თვითონ დაისაჯენ მიხვდით არ გამოუვიდათ არაფერი და ეხლა გაბრალებენ თქვენ რომ ისევ თქვენ ხართ დამნაშავეები აი ესეთი რაღაცა ბოდიში და კრეტინიზმი დაჯდა ხო, აბა კიდე როგორ არიან თქვენი მტრები, გადავხედოთ. აქ ის ესე იგი პრინცი ამოვიდა, ანუ ახალგაზრდა ენერგეტიკა, ან გაუკეთეს ახალგაზრდა ბიჭს თქვენთან დაკავშირებით, თქვენი მეგობარი შვილი, მიხვდით, არაა გამორიცხული ძმა და ეს მიუბრუნდათ უკან. აი ბუმერანგი წავიდა უკვე რა. დაეწია ხო აი შორიდან აკეთებენ უყურეთ შორიდან აკეთებენ თქვენ ჯანმრთელობაზე იყო გაკეთებული უფრო სწორედ ეშმაკის ქვემოთ დაჯდა პრინცესა ახალგაზრდა ენერგეტიკა კვერთხები ესე იგი კვერცხებზეა ნამუშევარი მეტყვილა სიტყვას არ წამომაცდევინებს განგება მაღალი ძალები კვერცხზე იყო ნამუშევარი და უყურეთ ვინც ჩემ ნამუშევარს უყურეთ მოხსნა კვერცხზე რომ მუშაობ მე რამოდენიმე რიტუალი მაქვს კვერცხზე ვმუშაობ აი ის დაუბრუნდა უყურეთ ესე იგი შორიდან შეიძლება ინტერნეტიდან მუშაობდნენ და შავმაგია არის ჩარეული ეშმაკი ტყუილა არ დაჯდება ურთიერთობა ოჯახში განხეთქილება ისევ სისხლის ნათესავები დაფიქსირდა თქვენ ჯანმრთელობაზე მიხვდი თქვენ წინსვლაზე თქვენს სამსახურზე მეზობლებთან აი ძალიან ისეთი აი დეტალური ისინი პატარ-პატარა რაღაცეებზეა ნამუშევარი მაგრამ ამ დროს პატარა რო ემატება პატარას დიდი ხდება თვითონ ჩამოეკიდათ ეს ურთიერთობა ეს სიტუაცია რაც თქვენზე მოინდომეს გასაგებია კი იყო ნამუშევარი აი მაგიჩობდნენ ყველაფერი გამოიყენეს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი გამოიყენეს თქვენს წინააღმდეგ გოგოებო ბიჭებო რომ რაღაცაში მაინც ესე იგი დაგარტყან ვერ გაიგეს რატო არ მოქმედებს რატო ჩამოეკიდა სიტუაცია მაგათი ნამუშევარი რატო გაჩერდა იმიტომ რომ თქვენ ანგელოზი გეხმარებათ და იმათ კიდე ხო ეშმაკი
კი მოსთხოვს პასუხს, ხო, რა თქმა უნდა, ესე იგი ვისაც რა ენერგეტიკაზეც მუშაობ ადამიანი, ის ენერგეტიკა გთხოვს მერე შესაწირს, ხო, აი მაგალითად მე რო მაღალ ძალებზე ვმუშაობ და წმინდა ძალებზე და არხანგელებზე, მე არხანგელებს უკეთებ და უფალს, მე ნების ყველა რიტუალის მერე შესაწირებს. არ გეგონოთ, რომ ეხა რაც კადრში არ ჩანს ხოლმე, მე ესე ვმუშაობ. აუცილებელია ეს, მე ისე არ ვხურავ რიტუალს და არ ვზივარ ხოლმე მერე. აქ ნამუშევარია, რომ ესე იგი გაჩერდეს, გაიყინოს თქვენი სიტუაცია და ვისაც სასამართლოზე საბუთებს ელოდებით, ნახეთ, საბუთები შეიძლება აქ თანხებზე არა, კონკრეტულად საბუთებზეა საუბარი, მეგობრებო, აი აქ იყო გაკეთებული დარტყმა, რომ მომავალი არ გქონდეთ და ამათ იციან, რომ თქვენ ან დედა ყავთ ძლიერი, ხო, აი დედის მხარეს მიჩვენებს და დედა დაგეხმარებათ, მიხვდით და კიდე გიждდებიან, რომ აი ესე როგორ ვერ დაგაგდეს და ეს თქვენი დედიკოც ან და უფროსი, ასე ვთქვათ, შეიძლება ცოლი ყავდეთ ესეთი წარჩინებული, არ გამოვრიცხავ, ხო? აი მარტო ეს სფერო ამოვიდა აქ. ზემოდან გასამართლნენ, ზემოდან დაარტყეს, ზემოდან უთხრეს გაჩერდი, ნუ ერევი და აი რაც იმაგიჩეს, ხო? აქ ამოვიდა, ესე იგი შეიძლება ტაროლოგები ხართ, შეიძლება პრაქტიკოსები ხართ, აი ამ რიადში, ამ წყობაში არ გამოვრიცხავ და თქვენი საქმის და თქვენი ოჯახის და ვისაც ესაჭიროება კონკრეტულად საბუთებზე ვიზა იქნება ეს, ამერიკის green card-ა იქნება, ევროპის ვიზა იქნება, აი ამ საბუთებზეა საუბარი, მიხვდით და ელოდებიან. აბა აქ რას დაარტყავენ? აი ეს ვინც გააკეთა. ოხ, პირდაპირ განხეთქილება, ესე იგი თქვენთან დაიძვრება მკვდარი წერტილიდან, დაიძვრება სიტუაცია, იმპერატორი, ესე იგი მამაკაცი გეხმარებათ, შეიძლება ადვოკატია, შეიძლება თქვენ ეს ეხება შორს სიტუაციას, ნუ შეიძლება აქაც არ ყვევდეთ სიტუაციას, არ გამოვრიცხავ მთვარეებიდან ემოციური დარტყმა რო გქონდათ, გოგოებო, ბიჭებო, გაურკვევლობა, თვალებზე აკრული რო გქონდათ, ეს ბინდი და მენტალზე იყო ნამუშევარი, მიდის ეს წმენდები თქვენთან, მიდის, გამოდიხართ სიტუაციიდან, აი პირდაპირ, ესე იგი, აქ კაცი იყო, კაცი მუშაობდა, ეს არის ყოფილი, მოდი ესე დავარქვათ, ყოფილი მამა, ყოფილი ქმარი, ყოფილი მაგრამ ეს არის ძალიან ძველი სიტუაციას მიჩვენებს აქ თქვენი მტერია დღესაც იბრძვის მაგრამ გიждდება აბრატკა რატო უბრუნდება როგორ უბრუნდება აი ამაზე გიждდება და აუცილებლად ზემოდან დაგეხმარებიან აი უყურეთ ჯვარი დაგეხმარებიან თან ტუზი კვერთხების ქვემოთ დაჯდა წინსვლა გექნებათ აი მკვდარი წერტილი დაიძურებას თქვენი სიტუაცია, აი ნამდვილად აი სამიანი კვერთხები უყურეთ, მოგზაურობა, გადაადგილება, შორიგზიდან მოგივათ ის სიტუაცია, ამბები, დაგირეკავენ, წერილს გამოგიგზავნიან, მიხვდით? და ამათ ყველაფერი ეს უკან მიუბრუნდებათ, ხო, ავტომატურად აი ესეთ სიტუაციაში იქნებიან. ანუ ვინც ხმლით მოვიდა, ხმლითვე წავა. თუნდაც აი ახლა ვინც ხმალი მეთქი და უყურეთ ახალგაზრდა ქალბატონი ამოვიდა 40 წლამდე თქვენ რო გიღალატat და თქვენზე ჩუმად მაგიჩობს რომ ისევ ბიჭზე ან შვილზე ქმარზე შეყვარებულზე მეგობარზე ხო აი დაგარტყათ მიხვდით დაგარტყათ ნამდვილად იყო აქ ღალატი
ნამდვილად იყო გაკეთებული ეს მეგობრებო. აქ სისხლით ნათესავიც თამაშდება და არა სისხლით ნათესავიც, მაგრამ იცნობთ თქვენ ამ მტერს რვიანი თასები, რომ ესე იგი ინერვიულოთ და ვერ გაიკვლიოთ გზა, რომ გაგეყინოთ, იმედები რომ გაგიცრუვდეთ, მიხვდით? ამ დროს ჩემო კარგებო, ისევ ეს მეფე თასები იგივე ესე იგი ჩაუკაკუნეს თავში, რომ სად ძვრები, მან არ არის საჭირო, უნდა გაჩერდე, თვითონ დაავადდება, თვითონ მიუბრუნდა ამ ახალგაზრდა გოგოს, მიხვდით? აბა კიდე როგორ არიან თქვენი მტრები და გადავიდეთ მერე თქვენ სიტუაციაზე. აქ ამოვიდა ისევ ქალები ამოვიდნენ, აქ დედოფალი თასების, ანუ ძალიან ესე იგი ჭკვიანი როგონია თავი, როგონია რომ გარკვეულია ყველაფერში, ამავ დროს, ამავ დროს ესე იგი ბრძენი გონია თავისი თავი, მაგრამ ძალიან შეცდომებს უშვებს თავისივე სიტუაციებში, თავისივე ნამუშევრებში, შეიძლება აქ ზუსტად ძალას დაკარგავენ, ესე იგი საერთოდ ვეღარ გაიგებს სად წავიდეს, მე რომ აქ რიტუალი კუს ნაბიჯები, იმ ნაბიჯებით ივლის, ჩამოქვეითება elოდება, თუნდაც სამსახურიდან, მეგობრებში, თანამშრომლებში, თუნდაც სკოლის ის იყოს მშობლები, ესე მეუბნებიან, მანდაც კი, ესე იგი აღარ მიაქცევენ ყურადღებას, გზებს ჩაუკეტავენ, შეუმოკლებენ და რა, ცხრიანი პენტაკლები ფულთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ დაგარტყეს, ხო? ეს კალისო სუჯბი ფორტუნა არა, მოკლედ ბედის ეს ბორბალი, ასე ვთქვათ, უკუღმა დაუტრიალდება და თანხებს გადაუკეტავენ, ნახეთ? კი, აქ ამოდის ავადმყოფობა, ცხრიანი ხმლები, რაც თქვენზე მოინდომეს, სულ ახლა ხანს მოინდომეს თქვენზე და სულ ახლა ხანს, ესე იგი, რომ შეგიჩერდეთ ჯანმრთელობა, ფინანსები რაზეც წამოვა, რომ ესე იგი სულ წამლებში წაგივიდეთ და ეს ყველაფერი ეხა უკან მისდით მაგად. კი, ხუთიანი თასებიც აქ გააფრენს, იცით, ან დამოკიდებული გახდება, აქ მამაკაც მეუბნებიან, დამოკიდებული გახდება, კი, ხალხში უყურეთ, სმას დაიწყებს, ან თამაშს დაიწყებს, მიხვდით? თვითონვე მთელი ცხოვრების ხიდი ჩაეკეტება და სიძნელეები შეხვდება, დაავადდება ფსიქოლოგიურად, ეს გაკეთებული იყო თქვენზე, მაგრამ მამაკაცზეა გაკეთებული, მამაკაცზე. რა თქმა უნდა, თქვენ რო იწმინდებით, ეს თქვენგან გამოდის და იმათთან შედის, საიდანაც მოვიდა, იქ წავიდეს. ამინ. ოჯახზე, ურთიერთობაზე, რომ გონიათ, რომ გაიმარჯვეს, ხო? ნურას უკაცრავად, სხვა გზას უჩვენებენ, თავიანთი სისხლით ნათესავები დაეტაკებიან ერთმანეთს, ექნებათ რვიანი ხმლებში ჩასვავენ, ცხრიან ხმლებთან ერთად და დაავადდებიან, ვერ გაიგებენ, რა ხდება, საიდან მოდის და რატო, რა გზებსაც თვითონ ჩაეკეტებათ გზები, ვეღარ გაიგებენ, სად წავიდნენ, რა გზას მიმართონ და ვის მიმართონ, მეგობრებო. ესე იგი, რაც აშენეს და რაც მოინდომეს თქვენთვის, ტუზი პენტაკლი, შვიდიანი პენტაკლი, ხო? დედოფალი კვერთხები, ისევ ქალები დაჭნენ, ეს ყველაფერი უკან გაუბრუნდებათ და ეს თანხები წამოვა თქვენთან. გასაგებია, ესე არიან თქვენი მტრები. ეხა როგორ ხართ თქვენ? აბა ვნახოთ უცებ. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი. სტუმრებო, მოგესალმებით.
აბა ჩემი რიტუალების მერე ვინც უყურებთ მხოლოდ ჩემი გამომწერები არა გამომწერებო ასე ვიტყვი არ იმოქმედებს არ რეზონირდება თქვენზე ჩემი ვიდეოები იმიტომ რომ სტატისტიკას რო ვუყურებ ხო ძალიან ბევრი ნახვებია ვიდრე ჩანს ციფრები რეალურად თქვენ ჩემო გამომწერებო გოგოებო ბიჭებო აბა გაწმენდების მერე როგორ მიდის თქვენი საქმეები ფინანსებზე ვნახოთ უიტუს ჟეზლავ კვერთხები წინ მიდის საქმეები გამოხედით გამოჯანმრთელდით თქვენი შვილებზეც ლოცვები რომ აქ აი ეს შვილებიც გამოჯანმრთელდნენ ნამდვილად შველის აი მეორე ტუზით ასები ემოციური ბალანსი ხდება წინსვლა თანხები რაც ესე იგი იხარჯებოდა იქ სადაც საჭირო არ იყო ხო აი ემოციებზე იყო დარტყმა იმედის გაცრუებები ტყუილი მოლოდინი ფუჭი მოლოდინი აი ეს ყველაფერი წავიდა მეგობრებო წავიდა ნეგატივი აი გასაგებია აქ შეყვარებულები დაჯდა ემოციები 8-იანი პენტაკლი 7-იანი პენტაკლი წინ მიდის თქვენი საქმე აქ დიდი ფულით თამაშდება თანხები ვინც დაკარგეთ სხვა გზით შემოგივათ ურთიერთობის განახლება წინსვლა ძალიან სწრაფად იქნება ის რასაც ურთიერთობას აშენებდით ხო და აქ მეუნებიან ცოტა დამალული ურთიერთობაც არის მიხვდით ფარული ურთიერთობა აი ყველანაირი სიყვარული ამოდის წინ წახვალთ გაცურავთ ერთად შეცურავთ მდინარეში ანუ იწმინდება გაიწმინდა უკვე ნახევარზე მეტი თქვენი სიტუაცია და ნაყოფს მოწყვიტავთ ვისაც შვილი უნდა მიდის უკვე შედის ეს ლოცვა სიტუაციაში ანუ მოქმედებაში შედის ძალიან კარგი ნუ 8-იანი კვერთხები უსწრაფესი კარტი მთვარესთან დაჯდა ემოციები აი ეს მლიქვნელი ქალი თავისი მესამე მეტოქე ხო მეტოქეს გაუცრუდა ეს სიტუაცია და უკვე ბუმერანგი წაუვიდა და თქვენ კი აი ჩაიხმალა და თქვენ კი ძალიან სწრაფად გამოხვედით სიტუაციიდან გამოსვლა მიმდინარეობს თქვენი ბედის გადაწერა მიმდინარეობს ჩაჯექითო ეტლშიო და გააგრძელეთ გზაო მაგის კარტი ესე იგი რო იწმინდებით ჩემთან ნახეთ აქ სიტუაცია ამოდის ლოცვები ამოდის მიდის შველა მიდის აი იბრძოლეთ არ დანებდეთო განაგრძეთო ესე იგი მე რო ვამბობ ხოლმე ერთი მთვარე მეორე მთვარე ყოველ თვე მეთქი გაიმეორეთ და წინ წახვალთ 3-იანი მონეტები პენტაკლები ესე იგი შემოსავლის წყარო გაგეზრდებათ 9-იან პენტაკლთან ერთად 8-იან პენტაკლთან ერთად ჟეზლთან ერთად გაგეზრდებათ ესე იგი შემოსავლის წყარო ძალიან სწრაფად მიხვდით ძალიან კარგი ვინც საბუთებს ელოდებით შორიდან უნდა მოგვარდეს ან სახლზე უძრავ ქონებაზე მიიღებთ დაჩქარდება წინსვლა გექნებათ ნუ თავი ჭერქვეშ გაქვთ დაცვები მოქმედებს უყურეთ ხოლმე რიტუალებს ახალო გამომწერებო თქვენ ვინც არიცით რიტუალებს რო უყურებთ რამოდენიმე დღე 6 დღე თუ ვამბობ ხო ყოველ დღე უყურეთ დღეში ზედიზედ და დღეში 6 ჯერ არა ხო მერე დაცვა აი 6 დღე უყურებთ და მერე დაცვა დაიყენეთ აუცილებლად ისევ ჩემი ამოსკროლეთ ძველი რიტუალები ქვემოდან ზემოთ იპოვით რიტუალებს ძველებოც და ახლებოც და მოირგეთ ხო დაცვა მოქმედებს ეს შვილია ან ახალგაზრდა ენერგეტიკის თქვენ ხო შვილზე მეუბნებიან ან ახალგაზრდა ენერგეტიკის ბიჭი დაჯდა შორიდან გზები ქონდა არეული, ესე იგი ვიღაცა აქ ძუნწობდა თანხებთან დაკავშირებით, იქნება განახლება მკვდარი წერტილიდან დაიძრება, აი როგორც მტრევმა გაგიკეთეს, იგივე გამეორდა აქ უყურეთ თქვენთან წინსვლა იქნება და შეხვედრა იქნება, ჩახუტება იქნება, გამოდის საბუთები, გამოდის სიტუაცია წინ მიდის.
ცხრიანი თასები, თანამშრომლური ურთიერთობა, დაწინაურება, სამსახურის შემოთავაზება, ხელის მოწერა საბუთებზე, ახალ ნაპირს იპოვით, მიხვდით? ახალ ნაპირს იპოვით და ეს ჯიუტი ადამიანი გამოდის კონტაქტზე, რაც ესე იგი ჩარეული იყვნენ საბუთებთან დაკავშირებითაც და პიროვნებასთან დაკავშირებითაც და ურთიერთობასთან დაკავშირებითაც. ან სკოლაში მშობლებთან, მასწავლებლები ხართ, აი ესე გადაათამაშეთ თქვენ თავზე და პიროვნება გამოდის სიტუაციაზე, თანხები კარგ საქმეში დაგეხარჯებათ, აი ესე გელოდებათ. აბა კიდე წმენდების მერე. ნუ უყურეთ გზები ვისაც გქონდათ არეული და გზები ჩაკეტილი გქონდათ, ხო, მამაკაცი არ გამოდიოდა კონტაქტზე, იმიტომ რომ აჰა დამთავრდა ეს არეულობა, სიკვდილის კარტი დაჯდა, ეს ყინულის დედოფალი, ანუ პრინცესა ქალბატონი, ესე იგი ახალგაზრდა ენერგეტიკის თქვენზე იყო ჩარეული, გახლეჩვა იყო ურთიერთობის და აქ სადაც დამთავრდა ურთიერთობა, ხო, ბევრი ვარიანტი არ არის, მაგრამ გამოვა ადამიანი, მაგრამ თუ გაწმენდავთ, მამაკაცის წმენდები მაქვს მე, თუ გაწმენდავთ, გამოვა თუ არა და ტარო გეუბნებათ ზოგ პროცენტში სადაც დამთავრდა სიტუაცია, დაამთავრეთ, აღარ გააგრძელოთ. აი ამას ამბობს და კიდე ერთი ზოლი, აბა წმენდების მერე თქვენ როგორ ხართ გოგოებო, ბიჭებო, ეს შიშები გქონდათ, სტრესები გქონდათ, გშველით ეს შიშის ლოცვაც კიდე გაიმეორეთ, ეს გაურკვევლობა გადაათამაშოთ თქვენ თავზე, გამოხვალთ, ისევ იფრწყინებთ, პირველობას დაიბრუნებთ, მიხვდით? თქვენს შინაგან მეს დაიბრუნებთ, გოგოებო, ბიჭებო, იქნება აუცილებლად პიროვნება დაგეხმარებათ, იქნება წინსვლა, იქნება კეთილდღეობა, ბედის გახსნა, რომელიც დამალული იყო და დაფარული იყო ნეგატივისგან, ბუმერანგი მიუბრუნდა იმ ადამიანს, აქ პრინცესა ხმლებია და აქ დედოფალი ხმლებია. აი ამ ქალებს წარსული ურთიერთობიდან შეიძლება მამაკაცებს წარსული ურთიერთობა ქონდათ, აქ მიუბრუნდება და თქვენ ნამდვილად აი მამაკაცს გაძლევენ ან დაგიბრუნდებათ, მოგიბრუნდებათ ასევე თანხები, სიმდიდრე მიდის, იხსნება გზები სიმდიდრისკენ, ვისაც უძრავ ქონებაში გაქვთ რა თანხები ჩადებული, აუცილებლად იქნება და იქნება 10-იანი თასებით დავამთავრებ, შერიგება და აი ესეთი სიმდიდრით დაგიმთავრებთ, მეგობრებო. დამელოდეთ, ავიღო კარტი, ეს იგივე ამინს ნიშნავს თქვენი მხრიდან, მე როგორც კი დრო მაქვს, კი მთხოვთ ხოლმე გაგვიშალეთ ნინია, სხვების ყურება არ გვინდა, მაგრამ აი როცა დრო მაქვს, მეგობრებო, მართლა ბევრ ადამიანზე ვმუშაობ პირადად და ვერ იმაშვები ხოლმე ეს გაგაცილებთ, მოკლედ მოიწონეთ ვიდეო და აუცილებლად შემოვალ ძალიან მალე კიდე გაშლებით, წარმატებებს გისურვებთ და უფლის კალთა გადაგეფაროთ. ამინ, ნახვამდის.